1700 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართულმა ერთობამ ქრისტიანობა გამოაცხადა სახელმწიფო რელიგიად. ვიწყებთ პოდკასტების სერიას. ჯულის მიერი ერის შექმნა დაიწყო და აი ამ სასწაულებით უფალი ადასტურებს ამას. ნინო როცა შემოდის საქართველოში, პირველად 2 თვე ურბნისში ჩერდება და იქ წერია, რომ შეისწავლიდა ძალსა ამის ქვეყანისასა. სხვადასხვა კულტურული ერთობები გამოვიდნენ წარმართობიდან. მაგრამ ჩვენთვის რა ის ჩვენთვის რა პროცესია, როგორ გამომჟღავნდა ეს პროცესი და რა დავტოვეთ ჩვენ. უფალი სწორედ ნინოს საშუალებით გვაძლევს, რომ ესე ქართველთათვის უმტკივნეულოდ და მთელი არსებით მოხდეს ეს შეცნობა უფლისა. ერთიანი დაურღვეველი ქრისტეს სხეული, ერთიანი დაურღვეველი ეკლესია და სარწმუნოება. ანუ კვართის მცველობა ეს არის ჭეშმარიტი სარწმუნოების მცველობა. თუ შეეხები და ერში მოსპობ ქალის სიწმინდეს, ისე უკვე თავის ლიკვიდაციის ავტომატურობას დაადგენ. თუ პირველი არ იქნება სიყვარული საფუძველი, ბოლო არ იქნება სიყვარული. $1700 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართულმა ერთობამ ქრისტიანობა გამოაცხადა სახელმწიფო რელიგიად. 1700 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გადავწყვიტეთ ერთიანად გვიაზროვნა ქრისტიანული ღირებულებებით. 1700 წელი გავიდა იქიდან, როდესაც ჩვენ ავირჩიეთ ერთი გზა და ამ გზიდან არ გადაგვხვევია არასოდეს. ვიწყებთ პოდკასტების სერიას. ის რაც გვაერთიანებს 1700 წელი. ჩვენი დღევანდელი სტუმარი კი გახლავთ ისტორიის დოქტორი, ხატწერი ქალბატონი მაკა ჩხაიძე. მოგესალმებით მაკა. მოგესალმებით. დიდი მადლობა მომბრძანებისათვის, გულისხმერებისათვის და დრო რომ დაგვითვლეთ, აი ძალიან საინტერესო თემებზე საუბარს ვაპირებთ. მადლობა თქვენ. 1700 წელი. 1700 წელი რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენიდან, რომლის შემდგომ ბევრი რამ მოხდა, მაგრამ აი ბირთვის იმ ძირითადი შინაარსის წყვეტა არასოდეს არ მოხდა. ხო? მოდი დავიწყოთ თავიდან. აი ეს 1700 წელი ქართლის გაქრისტიანებიდან, ოფიციალურ რელიგიად აღიარებიდან. რა ცნობები გვაქვს ამასთან დაკავშირებით, თქვათ, რატო 1700 წელი? გვაქვს რაღაცა ისეთი ხელჩასაჭირი, რომ აი წერტილს მომნიშნავდა აქედან მითვლით. კი ბატონო, ეს ძალიან ისეთი სადაო თემა იყო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში. ძალიან ცნობილი მეცნიერები სხვადასხვა თარიღებს ასახელებდნენ. ეხლა დღეს მინდა ვისაუბრო უშუალოდ რა ცნობები გვაქვს თვითონ ქართლის მოქცევაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი წერილობითი ძეგლი. ჩემთვის დღემდე გაუგებარია, რატო არ ხდება ამ ძეგლის აღიარება როგორც პირველი ლიტერატურული ნაწარმოების, იმიტომ რომ საბჭოთა პერიოდში გასაგებია, რომ საერთოდ ქრისტეც გამოცხადებული იყო არარეალურ ლეგენდალურ პიროვნებად, ნინოსაც ასე გვასწავლიდნენ როგორც ლეგენდა და თვითონ ეს ძეგლი ქართლის ცხოვრება არის პირდაპირ ქებათა ქება შესხმა უფლისა, ხო საოცარი სასწაულებით და უფლის საკვირველ მოქმედებით არის სავსე და გაჟღენთილი და უფლის განმადიდებელია. გასაგებია, რომ იქ ამ ძეგლს საერთოდ გვიმალავდნენ და იწყებოდა ეს ყველაფერი მე-5 საუკუნიდან, მაგრამ დღეს როცა გავიდა წლები აქედან, ძალიან გაუგებარია ამ ძეგლის ისევ ესე ჭრილში მოქცევა. რაც შეეხება თარიღს, ქართლის მოქცევაში, ისე პირდაპირ მოქცევა ქართლში არ აქვს დასახელებული ეს თარიღი, მაგრამ გვაქვს ძალიან საინტერესო პარალელური მოვლენები საქართველოში მომხდარი და ზოგადად მსოფლიოში მომხდარი ამ პერიოდში, რომელიც უკავშირდება ქართლის მოქცევას. ეს თუ ვიმსჯელებთ ისტორიული თარიღებიდან, რომელიც ასე თუ ისე ცნობილია და მიღებულია მსოფლიო საზოგადოებისთვის, ეს კონსტანტინე დიდს ეხება, ელენე დედოფალს ეხება. ქართლის ცხოვრებაში ნახსენებია ეს პიროვნებები, ნახსენებია კონსტანტინეს გამარჯვებები, ნიკეას კრება, ელენეს მიერ ჯვრის აღმოჩენა, მათი გარდაცვალების თარიღები და ეს ყველაფერი ცნობილია საბედნიეროდ. ამის პარალელურად ჩვენ შეგვიძლია უკვე ვიმსჯელოთ რა დროს ხდება პარალელური მოვლენები საქართველოში. თავარი აღმოსავალი ეს არის ნინოს შემოსვლის თარიღი.
ნინოს შემოსვლიდან უკვე იწყება ათვლა აი ამ მოქცევის წლების. ხა რაც შეეხება ნინოს შემოსვლას, წერია ცხოვრებაში რომ მოხდა დევნა, ქრისტიანობის დევნა. და აი ამ დევნას გამორიდებული რიფსიმე გაიანეთ და მისთან ეს 50 სული და მასთან ერთად ნინო მოდიან ეფესოდან სომხეთის მიწებისკენ, შემდეგ იქნება მათი მოწამეობრივი აღსასრული და შემდეგ ნინო მოდის საქართველოსკენ. აი აქ წერია რომ აღსასრული მოხდა პირველი თვის პარასკევ დღეს 30 რიცხვს. ანუ პარასკევი 30 ეს რომ გამოთვალოთ რომელ წლებში მოხდა, ეს არის 305 წელი, ემთხვევა პარასკევ დღეს 30. ხო, კიდე რა, ათვლის წერტილი არის ძველი კალენდრით, ქართული კალენდრით, წარმართული კალენდრით, ეს არ არის იანვრის თვე, ეს არის მარტი. ამაზე ძალიან ხაზგასმით არის მითითებული მოქცევა ქართლისა ეს ტექსტიდან, იმიტომ რომ მარტიდან მეოთხე თვეს, ანუ ივნისში მოდის საქართველოში. მარტიდან მეექვსე თვეს უფლისფერი თვალების ხსენების დღეს, ანუ აგვისტოში ხდება კერპთა მსხვერვა არმაზის მთაზე. ანუ მარტი რო არის ეს თვის წლის პირველი თვე, ეს ძალიან ხაზგასმულად არის არაერთხელ ქართულ წყაროებში დასახელებული. ანუ 30 მარტი პარასკევი ემთხვევა 305 წელს, 316 წელს და 322 წელს. ეხლა რომ გამორიცხვის მეთოდით რომ მივყვეთ, ხო? ნინოს ცხოვრებაში წერია რომ კონსტანტინეა უკვე ტახტზე ასული, როცა ნინო მოდის იერუსალიმიდან. ანუ 305 გამორიცხულია ამ დროს დიოკლეტიანი მეფობს. 22 წელიც გამორიცხულია, იმიტომ რომ მერე ხდება ათვლის ამბები აი ნინოს შემოსვლიდან მე-7 წელს მირიანის მოქცევა ხდება, მერე ანუ ამ დროს ხაზგასმით არის ნახსენები რომ ელენე დედოფალი ცოცხალია, ელენე დედოფალი წერს წერილებს პირადად ნინოს. ელენე კი 27 წელს აღესრულა, 327 წელს. ანუ ერთადერთი სავარაუდო ესეთი წელი ნინოს შემოსვლის ხდება 316. ცხოვრებაში წერია რომ ეწამან, ანუ რო ჩავიდნენ სომხეთში, ზუსტად 2 კვირაში ხდება მათი უკვე წამება, ძალიან მალევე. და 4 თვე ნინო იმალება, 4 თვის შემდეგ უკვე შემოდის საქართველოში. აი ამის შემდეგ იწყება როგორ? 3 წელი ნინო არის მაყლოვანში დაყუდებით. მე-6 წელს შემოსვლიდან ხდება მის მიერ კურნება ნანა დედოფლის და მე-7 წელს ხდება უკვე თხოთის მთაზე მირიან მეფის სასწაული. ანუ ეს გამოდის 323 წელი. ეხლა როგორ თვითონ აი ამ 323 წელიც რო გადავამოწმოთ, ხო, აი ამ თარიღებში. აქაც 323 არ არის დასახელებული, მაგრამ ხაზგასმით არის დასახელებული, რომ ეს მოხდა 20 ივლისი, შაბათი დღე. ეს არის ძველი სტილით 20 ივლისი, ახალი სტილით 2 აგვისტო, ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღე არის. თვითონ ნინოს სიტყვებია და წინასწარმეტყველება მირიანისადმი, რომ ამ ქალაქში არის ქრისტეს კვართი და ილიას ხალენი და ვესავმა აი ამ მადლს რომ ამითი მოხდება შენი მოქცევა და მართლაც აი ილიას ხსენების დღეს, რომელიც არის ცნობილი როგორც აი ამ წინასწარმეტყველთაგან განსაკუთრებით მცველი და მფარველი ჭეშმარიტი სარწმუნოების, აი სწორედ მისი ხსენების დღეს ხდება თხოთის მთაზე მირიან მეფისზე აღსრულებული სასწაული. აი ეს ისევ რომ გადავამოწმოთ, ხო, 323 წელს ხდება დამთხვევა, რომ 20 ივლისი არის შაბათი დღე. ანუ ფაქტიურად ეს ორი თარიღი 316, 323 ერთმანეთს ძალიან ისე ადასტურებს. ეხლა დგება ისევ ახალი საკითხი, იმიტომ რომ მკვლევართა უმეტესობა რატომღაც ქართლის მოქცევის თარიღს პირდაპირ უკავშირებს აი მირიანის მიერ აი ამ თხოთის მთაზე მზის დაბნელებას. ამის გამო ეძებენ იქ რაღაც ასტრონომიული მზის დაბნელების თარიღებს. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, ხო, ეხლა როცა ადამიანი მორწმუნეა და ეკლესიურია, იქ რაღაც რაციონალურ და ამასოფლიურ ახსნებს ამაში არ უნდა ეძებდეს. მირიანი პირველად არ ხედავს მზის დაბნელებას, ალბათ ბევრჯერ მოესწრო. ჩვენი წინაპრები არ უნდა გქონდეს ეს წარმოდგენა რაღაც ზღაპარივით ისინი ქონდათ, ძალიან კარგად იცნობდნენ, ვარსკვლავად მრიცხველებიც იყვნენ, ასტრონომიული მოვლენებიც ძალიან კარგად იცოდნენ. უკვე შემდგომში რო წავიკითხოთ ბასილი დიდის და იონე დამასკელის აღწერა სამყაროსი, იონე დამასკელი პირდაპირ ამბობს, რომ დედამიწა მრგვალია, ან კონუსური და კოსმოსია გამოკიდებული. აღწერს მზის დაბნელებას, რომ ზე უფრო დიდია ვიდრე მთვარე და რატო ბნელდება, იმიტომ რომ ის უფრო შორს არის. ძალიან კარგი წარმოდგენა აქვს
აი ამ სამყაროზე და კოსმოსზე. ამიტომ ის რომ მირიანი ესე შეძრწუნდა აი ამ მოვლენით, სულიად არაბუნებრივი ჩანს, თუ ეს ბუნებრივი ასტრონომიული მოვლენა იყო. გაგაწყვეტინება სიტყვას, იქ თვითონ დაბრუნების მომენტი აშკარად არის, აშკარად ჩანს, რომ ეს მირიანს უბრუნელდება, თორე იქ ყველა აბსოლუტურად ყველა ცხადად ხედავს. კი ბატონო, ეს არის მზისდაბნელება ყველასაც უნდა. რა თქმა უნდა. თუმცა წყაროებში არის განსხვავებულად. ანუ მზისდაბნელება სრულიად ნამდვილად არ მოხდარა და მცხეთაში არ მოხდარა, მაგრამ არის ზოგან წერია რომ მარტო მირიანს დაუბრუნდა და არის ზოგან წერია რომ მის მხლებლებსაც დაუბრუნდა და დადიოდნენ აი ამ ტყეში იარებოდნენ გზააბნეულები. აი ამ შემთხვევაშია სწორედ ის რომ შეძრწუნდა, იმიტომ რომ რასაც თაყვანს ცემს, ერთ-ერთი თაყვანისცემის საგანი წარმართული არის მზე ღვთაება ის უბნელდება და ბუნებრივია რომ მისთვის ეს შემაძრწუნებელია და გარდა ამისა, როდესაც გამობრწყინება ხდება ნათლის, ის ამბობს მერე უკვე ჯვრის აღმართვის დროს ამბობს მირიანი რომ მე ვიხილე ნათელი პირველად ჯვრის სახით და უკვე მერე განათდა და მერე დაინახა მზე. ანუ აი თავიდანვე ჯერ არც იცის ეს რა ნიშანია, მაგრამ უკვე იხილა. მეცნიერთა უმეტესობა მიიჩნევს რომ აი ქართლის მოქცევა უნდა იყოს დაკავშირებული მირიანის აი ამ სასწაულთან. მაგრამ სინამდვილეში რა ხდება? როდესაც რა თქმა უნდა მეფის მოქცევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ თუ მეფე არ მოიქცა იქ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის აღიარებაზე ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ რა ხდება საქართველოში? მეორე დღესვე მირიანი აგზავნის წერილს კონსტანტინესთან. სანამ ჩამოდის ის წერილის პასუხი, მანამდე ცდილობს რომ ააშენოს ეკლესია და იწყებს ეკლესიის აშენებას. ანუ ეს თუ მოხდა აგვისტოს თვეში, სრულიად ბუნებრივია რომ ხის ეკლესია აშენებული იყოს სწორედ იმ დროს, როცა ხდება უკვე სვეტის აღმართების სასწაული მაშინ ოქტომბრის თვეში, 14 ოქტომბერს, ხო? ბუნებრივია, ძალიან ბუნებრივია. ეს მართლა ალბათ 323 წელსვე მოხდა. მაგრამ რა ხდება ამ დროს კონსტანტინესთან? ბოლო იმპერატორია ლიკინიუსი წარმართი დარჩენილი, პარალელურად ვისთანეთაც მეფობს, მანამდე ვისთანეთაც მეფობდა ეს წარმართები ყველა დამარცხებული ყავს და აი ლიკინიუსთან ბრძოლები იწყება სწორედ 323-324 წლებით. ეს არის მუდმივი ბრძოლები. ხან სახმელეთო, ხან საზღვაო ბრძოლები და საბოლოოდ გამარჯვებას აღწევს 24 წელში და შემდეგ ლიკინიუსი სიკვდილით დაიჭრება ისევ 24 წლის შემოდგომაზე. ანუ მანამდე ფაქტიურად საომარი მდგომარეობაა, სავარაუდოდ არც ცალია სამაგისოდ, არც კონსტანტინეს და შეიძლება ვერც ჩავიდნენ იქამდე ეს მირიანის ელჩები. ყოველ შემთხვევაში ჩანს ესეთი რამ, რომ როდესაც გამეფდა უკვე კონსტანტინე, იწყებს მოგზაურობა სამხრეთ პროვინციებში და აქ უკვე დღება დღის წესრიგში კრების მოწვევის საკითხი, საეკლესიო კრების და იწყება მზადება ნიკეის კრებისთვის. ესეც არ არის მარტივი. ტრანსპორტით ხდება უზრუნველყოფა უშორესი პროვინციებიდან აი ყველა მდელმთავრის საკითხების მომზადება, ამასაც თვეები ჭირდება და ვიცით რომ ნიკეის კრება არის 325 წელს. აი 325 წლის შემდეგ ხდება ნამდვილად საქართველოში გამოგზავნა სამღვდელოების, იმიტომ რომ ნიკეის კრების ერთ-ერთი მონაწილე არის სწორედ ევსტატი ანტიოქიელი, რომელიც იმპერატორის ბრძანებით ჩამოდის საქართველოში და რომელიც ცნობილია რომ იყო მონაწილე სწორედ ნიკეის კრების. ნიკეის კრებამდე გამორიცხულია ზოგადად მთელს მსოფლიოში აი ეს გავრცელება ქრისტიანობის და სახელმწიფო რელიგიათ უკვე რა თქმა უნდა ეს ასევე გამორიცხულია სომხები დღეს ამტკიცებენ თქვა ზაპირისპიროს იქ 301 წელს რომელიც სრულიად წარმოუდგენელი თარიღია იმიტომ რომ სომხეთში ამ დროს თრდატი მეფობს რომელიც სომხეთი ზოგადად რომს ემორჩილება მისი პროტექტორატია მისი ქვეშევრდომია მით უმეტეს 301 წელს გაქანებული დევნა ქრისტიანობის რომში რა თქმა უნდა მერეც უკვე ლიკინიუსი და კონსტანტინე როცა არიან ლიკინიუს ემორჩილება სწორედ სომხეთი ანუ აქაც ლიკინიუსია სწორედ ის ვინც აწამა 40 მოწამე სებასტიის ტბაში ანუ აქაც გამალებული დევნა მიდის ქრისტიანობის და გამორიცხულია
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარებოდა. ზოგადად მარტო მეფის მოქცევა არ არის ამისი საკმარისი პირობა. ძველ წყაროებში, სომხების წყაროებში სწორედ არის მითითებული, რომ ნიკეის კრების მერე ნიკეის კრებაში იყო მონაწილე გრიგოლ განმანათლებლის შვილი არისტარქოსი, რომელიც შემდეგ ჩამოდის სომხეთში და ხდება უკვე სომხეთის გაქრისტიანება. აი საქართველოშიც 325 წლის შემდეგ ჩამოდის მღვდელმთავარი ანტიოქიიდან, ხდება საყოველთაო ნათლობა, ანუ ერის გაქრისტიანება, ხდება ეკლესიის დაარსება და კიდე ხდება უმნიშვნელოვანესი რამ. და აქაც არის მითითებული ისევ თარიღი როგორი. ისევ, როგორც მიუთითებს ამას ქართლის ცხოვრება, მოქცევა ქართლის 25 მარტი პარასკევი დღე. ანუ წელს არ ამბობს, მაგრამ ამბობს 25 მარტი პარასკევი დღე, ეს არის ხარების დღესასწაული, როდესაც მოიჭრა ის ხე საკვირველი ეხანდელი ჯვრის მონასტრის ფერდობზე, სადაც ეხა წმინდა ინოს წყაროა და რომლისგანაც შეიქმნა ის პირველი 3 ჯვარი. აი ამ დღეს იჭრება ეს ხე და 25 მარტი პარასკევი დღე არის 326 წელი. ანუ როდესაც უკვე ერი ინათლება, მღვდელმთავარი ბრუნდება ანტიოქიაში, აქ რჩებიან მღვდლები და რჩება მთავარ ეპისკოპოსი გამგებლად ეკლესიის და უკვე არის რომ აი ერი საპასუხო ქმედებას აპირებს ღვთის წინაშე, რომ აი ჯვრების აღმართვას, ხო? და აი ამ საპასუხო ქმედებას მოყვება საოცარი პასუხი ზეციდან. არის ვარსკვლავთა გვირგვინები, 12 ვარსკვლავი ადგება თავს აი ამ აღმართულ ჯვარს, 12 ანგელოზი დაასტრიალებს, ეს მთა იზურის და იკმევა, ეს ძალიან გავს აი სინასწრაფზე გამოცხადებას, ანუ უფალი ეცხადება ერს, იწყება ახალი ერა, ჯულისმიერი ერის შექმნა დაიწყო და აი ამ სასწაულებით უფალი ადასტურებს ამას. აი ეს წელი არის მიჩნეული ქართლის მოქცევა. ანუ როცა როგორც აი სულთმოფენობის დღესასწაული განასრულებს თლიანად აი ამ ციკლს გამოხსნას, ხო? კაცობრიობის ჯვარცმა არის მთავარი, რა თქმა უნდა, და აღდგომა, მაგრამ სულთმოფენობამდე ეს არის რაღაც პერიოდი, როცა არ არის ეს ყველაფერი განსრულებული. რა თქმა უნდა. აი ესევე საქართველოსთვის სრული განსრულება აი ამ მოქცევის ხდება სწორედ 326 წლის გაზაფხულზე, როცა ხდება ეს საოცარი სასწაულები ჯვრის აღმართებასთან დაკავშირებული და აი ამიტომაც არის სწორედ მიჩნეული 326 წელი ქართლის მოქცევად. აი ამ წელს ხდება წერილების ჩამოსვლა, ეს სხვა პარალელური წყაროებითაც დასტურდება, იმიტომ რომ 327 წელს უკვე ელენე დედოფალი გარდაიცვლება. ამიტომ ვერაფრით ამის იქეთ, იგივე 327 წელს ხო იყო, ვერაფრით ვერ გადავწევთ ამ წელს. და ეს სრულიად ესეთი ბუნებრივია, რომ ეკლესია უფრო ინახავდა აი ამ ჭეშმარიტ თარიღს წლების განმავლობაში, იმიტომ რომ რაღაც პერიოდი იყო, რომ ისტორიოგრაფიაში მიღებული იყო 327 წელი უფრო მეტად, ვიდრე 326, მაგრამ მადლობა ღმერთს ეს ბოლო ხანებია უკვე ამაზე შევთანხმდით. 327 სასწავლებელი. კი ბატონო, ჩვენც ასე გვასწავლინდნენ. დიახ. ეს არის უმნიშვნელოვანესი და ეს არის ერის ახალი ჟულიერი ერის შექმნის და აი ქრისტეს სულით დაწყების დასაბამი წელი. ამიტომაც ვზეიმობთ ამ თარიღის ძალიან მნიშვნელოვანი ექსკურსია იყო, მაგრამ მე თვითონ გითხრა, იმიტომ რომ მოდი ჩვენ შევთანხმდით, რომ შეიძლება ვიწრო წრისასთვის არის ახლა ცნობილი, რასაც შენ ლაპარაკე, რასაც ხაზი გაუსვი, რასაც წყაროების მიხედვით დაალაგე და მივედი ტოლობამდე, აი რატო 1000 წელი ძალიან საინტერესოა. ეს ყველაფერი მარტო ვიწრო წრისათვის კი არა, საზოგადოებისათვის, მარტო საზოგადოებისათვისაც იყოს ცნობილი. მაგრამ შენს აი ამ ექსკურსში ერთი ძალიან საინტერესო დეტალი მესმა, სანამ გავაგრძელებდე ჩვენ ამ მიმართულებით საუბარს, მინდა ეს დეტალიც არ გამოგჩეს. მთა რომელსაც აი კვამლიასის, რომელიც იმაშვება აი აკმევს, აი მოწმობს ამ გამოცხადებას და აშკარად ალუზია სინას. ერთი დეტალი მინდა მოვიყვანო, რომ სინას მთასთან დიახასის ასია, მაგრამ სინას მთასთან ასევე არის შიში. შეძრწუნებულია ხალხი. ხოწება მოსეს, ოღონდ ჩვენ ელაპარაკეთ. აი აქ, როდესაც იგივე სურათი გვაქვს, იგზნობა არა რაღაცა შიში, არამედ იგზნობა სიახლესთან შეხვედრა. რაღაცა
რაღაცა არა მარტო სიახლესთან შეხვედრა წერია რომ ეს წლითი წლამდე მეორდებოდა და იყო სიხარული გრგვინვა აი მთელს მცხეთაში და სნეული აღარ იპოვებოდა მათ შორის და ვინც შემოდიოდა მცხეთაში ყველა იკურნებოდა და საოცარი სიხარული იყო ერში აი ცრემლი დიოდა ერს ოღონდ სიხარულის შვების ცრემლი დიოდა ეს იყო მართლა აი ღვთის საოცარი წყალობა და საოცარი სასწაულები ბიბლიაში თავისუფლების სიმბოლოა როცა სნეული არ იპოვება ეს ტერმინი თავისუფლების სიმბოლო და ჩვენ ეს თავისუფლების სიმბოლოს აკვირდებით როდესაც წარმართობის მონდობიდან გამოვდივართ ეს არის პოლიტიკური და სოციალური ეკონომიური თავისუფლების მანიშნებელი ჩვენ რაღაცა დიდი მონობას დავაღწიეთ თავი და ალბათ 1700 წელი ჩვენი ამ სულიერ თავისუფლების წელია ამასთან ერთად რა თქმა უნდა აი სინასთან პარალელები და ზოგადად მოსესთან პარალელები ძალიან ბევრია საეკლესიო საკითხავებშიც ნინოსი ადარებენ მოსეს როგორც მოსემ გამოიხსნა ეგვიპტის ტყვეობიდან ერი ასევე ნინომ გამოიხსნა წარმართული ტყვეობიდან ქართველთა ერი და საგულისხმოა მაყლოვანიც ანუ მაყლოვანი როცა ნინო სახდება მაყლოვანში ეს რა თქმა უნდა ღვთისმშობლის სიმბოლოა, იმიტომ რომ კარავივით გადაფარებულ მაყლოვანში ცხოვრობს, ანუ ღვთისმშობლის მუდმივ მფარველობაში. მაგრამ ამავე დროს ეს არის ისევ პარალელი მოსესთან, იმიტომ რომ მას მაყლოვანში ეცხადება უფალი პირველად, ხო, სინაზე. და ქართველთათვის, აი მცხეთელი ქართველებისთვის, სწორედ მცხეთის მაყლოვანი იქცა ნინოს მიერ უფლის გამოცხადების ადგილად. აი აქ შეიცნეს ქართველებმა, აი ამ მაყლოვანით დაიწყო დასაბამი უფლის შეცნობის. და ამიტომაც ეუბნება მე მილიანი მიყვარან მაყვალნი შენ, იმიტომ რომ იქ მოხდა სწორედ უფალთან მისი პირველი მიახლება და როგორც ნინო ეუბნება გიცნობიეს რამე თუ ტკბილარს უფალი. აი ეს სიტკბოთი შეცნობა უფლის ძალიან მნიშვნელოვანია და მე ამაზე კიდე ცალკე ვისაუბროთ. თავის საოცხადე უბრალოდ აქ ისიც საინტერესოა რომ ის ცეცხლი რაც ცეცხლს მოსეხედავს საინტელეგონოსელი პირდაპირ მიუთითოს რომ ამ ცეცხლიდან გამოსული ნათელი მზეზე ბრწყინვალე ეს არ არის ცეცხლის ნათელი ეს არის მზეზე უბრწყინვალესი ნათელი ანუ ეს არის თაბორისეული ნათელთან პარალელი და ამ ნათელთან მაზიარებლობისათვის მოდის ნინოს სწორედ უნდა გაგვახსენოს რაც ანდრია პირველწოდებულმა შემოიტანა აი ამ ნათელს უნდა ჩაგვახედოს ამ ნათელს შეგვახედოს და სწორედ მაყლოვანით სწორედ აი იქ არის საიდანაც ეს ნათელი არ მოგვიწენდა ძალიან საინტერესოა მართლა ეს ყველაფერი მაგრამ მოდი დავუბრუნდეთ ახლა კვლავ ჩვენს აი მას აქვია ხაზს რომელსაც მივყვებოდით რაღაც ვისაუბრეთ რატო 1700 წელი და რატო ეს აქვია ათვლის წერტილი იქიდან საიდანაც უნდა იყოს. მაგრამ ჩვენ ამ ათვლის წერტილთან მივალთ ამ ათვლის წერტილის მიღმა იქით წარმართული საქართველოს ისტორია. და ეს ბუნებრივიც ასე უნდა ყოფილიყო. ჩვენ ვართ ცივილიზაცია, სოფლიო კულტურის ისტორიის განუყოფელი ნაწილი, წარმართული იყო სამყარო, წარმართული იყო საქართველოც. მაგრამ აი საქართველო გამოდის ამ წარმართობიდან. საქართველოსთან ერთად სხვაც გამოდის ამ წარმართობიდან. გვაქვს რაღაცა ისეთი 1700 წლის წინაზე ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი. აი საქართველოს ქართული ერთობის, ამ კულტურული იდენტობის წარმართობიდან გამოსვლასა და თქვა და აი რა არის განსაკუთრებული საზღვედავთ ამაში. ეგ ყველა სხვადასხვა კულტურული ერთობები გამოვიდნენ წარმართობიდან. მაგრამ აი ჩვენთვის რა იყო ეს? ჩვენთვის რა პროცესია როგორ გამომჟღავნდა ეს პროცესი და რა დავტოვეთ ჩვენ? კი ბატონო, ანუ წარმართობა, რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და განსხვავდება ერთმანეთსაგან. მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ ბევრ წარმართობაში არის შეფარული რაღაც ჭეშმარიტების მარცვალი, დაკარგული. ზოგჯერ სახეშეცვლილი. მაგალითად, ეგვიპტეში იცოდნენ, რომ იყო ცოდვისა და მადლის აღწერა აწონვა გარდაცვალების შემდეგ. ასევე ქართული წარმართობა აქვს თავისი ინდივიდუალური ხედვები აქვს და გარდა ამისა რომ აი აქ წარმართობა არის ზოგადად ახლა ქრისტიანული თვალსაჩინით ეს არის როცა ეშმაკი ითვისებს უფლის კი ბატონო მაგრამ არის კიდევ რა რომ ყოველი წარმართობა რომელიც წარმოიშვა რაღაც გარკვეულ ერში იმ ერის მსოფლმხედველობიდან მსოფლგანციდან გამომდინარეა და იმიტომ რომ როცა ადამიანი ჭეშმარიტებიდან არის თვითონ უფლიდან არიღებს ამ ჭეშმარიტებას ის თვითონ იგონებს ხო იგონებს იმ ხედვით რა
ხედვაც მას აქვს, რა განცდაც მას აქვს და როგორც აღიქვამს ის სამყაროს. რა თქმა უნდა, ამას ეფუძნება. და ნინო როცა შემოდის საქართველოში, პირველად 2 თვე ურბნისში ჩერდება და იქ წერია, რომ შეისწავლიდა ძალსა ამის ქვეყანისას. ანუ სწავლობს იმ ქვეყნის შინაგან ბუნებას. და ნახაო, რომ ქართველები თაყვანს სცემდნენ მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებს, ცეცხლს, ქვას, ძელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე უკვე ეტაპობრივად რო ხდება ქართლის მოქცევა, აი ეს ყველა ეს ელემენტი ფაქტურად ამაში ჩართულია. სანამ აი აქამდე მივალ, მინდა კიდე აი რო ვილაპარაკეთ, აი რო თითოეულ ერში არის რაღაც მარცვალი, აი ქართულ წარმართობაში ძალიან დიდი ადგილი უკავია მაგალითად ციცოცხლის ხეის თაყვანისცემას. ამაზე ძალიან საინტერესო გამოკვლევები აქვს ასმათ ოქროპირიძეს, ასევე ზურაბ ლეჟავას. ეს პარალელები მიდის ოქროსაწმისის მითამდე, თვითონ აი ეს ცხვრის ტყავის სიმბოლურ მნიშვნელობაზე და ძალიან საინტერესოდ უკავშირდება ქრისტიანულ სიმბოლიკას, იმიტომ რომ ქრისტიანულად კრავი უფლის სიმბოლოა, ტყავი მისი სამოსია და ეს რაღაცა პარალელს ასახავს პოულობს, ანუ ვიყავით მფლობელები ოქროსაწმისისა, ოქროს მატყლიანი ცხვრის ტყავისა და შემდეგ გავხდით მფლობელები კვარცისა. ძალიან საინტერესო გამოკვლევა აქვს ამის შესახებ ზურაბ ლეჟავას. და აი ეს რომ ყველა სახლის ინტერიერში იდგა სიცოცხლის ხე, ესეც არის რაღაც გამოძახილი აი სწორედ იმ 64-ეული სიცოცხლის ხის მონატრების, მასთან რაღაცა ერთობის ძიების და გარდა ამისა არის ასევე საინტერესო გამოკვლევა მარგიშვილის აი ამ თვითონ აი ამ საცხოვრებელ სივრცეებზე, დარბაზულ სახლებზე, რომელიც უკავშირებს ამას ნოეს კიდობნის აგებულებას. ანუ ეს არის სივრცე, სადაც ადამიანი თავს გრძნობს დაცულად. ეს არის სივრცე, რომელიც თავად როგორც უფალმა ასწავლა ნოეს, ისე ააშენა. და უკვე ეს მკვლევარი იკვლევს, რომ აი ესეთი ტიპის სახლები სწორედ იმ არეალშია გავრცელებული, სადაც წარღვნის შემდგომი მოსახლეობის განფენა ხდება და მათ შორის სამხრეთ საქართველოში განსაკუთრებით. ესეც ნიშანდობლივია, იმიტომ რომ აქ ხდება რაღაცა მეხსიერება სწორედ იმ ჭეშმარიტი სარწმუნოების, შეიძლება უკვე დაკარგული, მაგრამ ინტუიტიურ შინაგან დონეზე მაინც ეს ერი ელოდება აი ამ ჭეშმარიტებას, რომ აი ამასთან მიახლების საშუალება გქონდეს. ეხლა რაც შეეხება მოქცევას, იწყება სასწაულები მზის დაბნელებით, ხო? ან წეგან თქვი, ანუ მზე, რომელსაც თაყვანს სცემს, უბნელდება. სვეტი ძელს ცემენ თაყვანს, ეს ძელის სვეტი სასწაულებრივად მაღლდება ზეცაში. ცეცხლოვანი გვირგვინები ადგება და ცეცხლის ნაპერწკლები იფრქვევა. ანუ ცეცხლს ცემენ თაყვანს და ხედავს, რომ ეს ცეცხლიც აი უფალს ემსახურება. ვარსკვლავებს თაყვანს ცემენ, ვარსკვლავთა გვირგვინები ადგება აი ამ ჯვარს. ანუ ყველაფერს, რასაც ისინი ემსახურებიან და რაც გონიათ, რომ არის ღვთაებები და ღმერთად აღიარებენ, ხედავენ, რომ ესენი არიან ღვთისმკვლელებები, რომელიც უფალს ემორჩილებიან და მას განადიდებენ. ეს არის საოცარი ბუნებრივი გზა, რომელიც გამოარჩია უფალმა ქართველი ერის მოსაქცევად. აი ჩვენ თუ ვიფიქრებთ თითოეული ჩვენგანი როგორ მოვედით ეკლესიაში და საერთოდ როგორ მოდის ადამიანი ეკლესიაში, უფალი ყველას რაღაც ბუნებრივს გამოუჩენს ხოლმე. ხო, ზოგი არის, რომ აი ჭეშმარიტების ძიება აქვს იმდენად გამძაფრებული, რომ უფალს მიყავს აქამდე. არის განსაცდელით მოსული ადამიანი, ხო, ავადმყოფობით, ახლობლის დაკარგვით, რომელიც შვებას ეძიებს, რაღაც ხსნას ეძიებს უფალთან ერთობაში. არის ნიჭებით მოსული ადამიანები, ხო, ტაძარში, თქვათ, მუსიკალური ნიჭი აქვს, გალობას იწყებს, მერე უკვე ხდება მიახლება ჭეშმარიტებასთან. ხატვის ნიჭი აქვს, ხატწერას იწყებს, მერე ხდება შეცნობა. აი როგორ ხდება? თვითონ სოფლიოში აი რომის მოქცევა როგორ მოხდა, ხო? იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო, რომელშიც მთავარი არის სწორედ სამხედრო წარმატება და გამარჯვებები და მოხდა მათი მოქცევა სწორედ აი ამ სამხედრო ძლევით, ხო, გამოეცხადათ ჯვარი ზეცაზე, გაბწყინებული, ამით ძლიერე. და აი მართლაც აი ამით რო ძლიეს მტერს ჯვრის ძალით, ხდება უკვე ერში აი ამის გამტკიცება, რომ უკვე ნდობა
და სურვილი აი ამ ღმერთის მსახურებისა, რომელიც ეხმარება მათ იმაში, რაც მათთვის მთავარია. ამ შემთხვევაში აი ქართველთა მოქცევაც მოხდა ძალიან ბუნებრივი გზებით. ეს რა თქმა უნდა ნინოს მეოხებითაც ხდება, მაგრამ აი უფალი სწორედ ნინოს საშუალებით გვაძლევს, რომ ესე ქართველთათვის უმტკივნეულოდ და მთელი არსებით მოხდეს ეს შეცნობა უფლისა. და იქ წერია, რომ აი როცა ხდება ეს საყოველთაო ნათლობა, ერთმანეთს ასწრებდნენო, იმიტომ რომ ნინოსგან იცოდენო, ვინცო არ ნათელი არ იყოს, ის ვერ იხილავს საუკუნო ნათელს. და ის ქადაგებები, რომელიც ახლა ბოლო წლებში დაიბეჭდა და რომელსაც ასევე ტაბუედო ხო წლები, ორი ქადაგებაა შემორჩენილი ნინოსი, საოცრებაა, ხო ეს და ერთი არის სწორედ ნათელთათვის. და მთელი ეს ქადაგება არის ნათელარს მამა, ნათელარს ძე, ნათელარს სულიწმინდა. მთელი ქადაგება არის აი ამ ნათლის გაცხადებაზე, როგორ ეცხადება ეს ნათელი ჯერ ძველ აღთქმაში, ებრაელებს და მერე როგორ უნდა შეიცნოს ეს ნათელი უკვე ქართველმა ერმა. ყოველ შემთხვევაში ახლა ასეთ საუბრობდი, მაგრამ ჩვენ დღევანდელ დღემდე ქრისტეშობის საგალობელში ხას უსვავთ იმ ენას, რა ენითაც ღმერთი დაელაპარაკა მოგვებს და იმ ვარსკვლავის დაკვირვებით ამ ვარსკვლავით ის მოუძღვა ქრისტეს მაგასთან. ეს არის სხვა არ არის მართლა ეს ვარსკვლავი, ხო ეს ვარსკვლავი რაღაცის ადგილზე ვერ დადგება და ვერ გაქრება და ვერ გაჩნდება. იმ პარამეტრებით ვერ იქნება, რაც სახარებაშია წარმოქმნილი, მაგრამ ის ვარსკვლავად აღიქვა. ვარსკვლავს რიცხველმა იმ სკოლამ, რომელიც უცველის საფუძველზე იდგა და გამოყვა ვარსკვლავს და მოვიდა ჭეშმარიტებასთან. აი ეს რომანი ვარსკვლავს ამსახურებელ ვარსკვლავისაგან ისწავეს თაყვანისცემა ისინი. ანუ ყველა ადამიანში ეძებს მის ბუნებრივს, რომ აი მოეჭიდოს, რომელიმე ადამიანი ჩაეჭიდოს და აქ მივიდეს უკვე ჭეშმარიტებამდე. ძალიან საინტერესოა ის თეზაც, რაც თქვი, მაგრამ იმიტომ რომ წარმართობა არსებითად არის რაღაცა დამსხვრეული მშვენიერება, რომელიც ნაწილ-ნაწილ არის გაბნეული ყველგან და წარმართობის მთელი ტრაგედია ის არის, რომ ნაწილი მთლიანის მნიშვნელობით არის აღებული და უკვე ამ ნაწილს თაყვანსებს და ის მთლიან მშვენიერებას ვერ ხედავს და ჩვენი მაცხოვარი სწორედ აი ამ დაშლილი ამ დამსხვრეული მშვენიერების აღსადგენად მოვიდა და ყოველდღიურად წარმართობა თავის ადრინდელ აი ამ ნაწილსაც მთლიანობა ეგონა, ხედავს უკვე ნამდვილ მთლიანობაში. ეს მისთვის უკვე არის ის მიზიდულობის სივრცე, რომელიც ყველა წარმართხალს გაუჩნდა მაშინ. კიდე ერთი რამე მინდა თქვა, აი ქართულ წარმართობასთან დაკავშირებით, აი ვისაუბრეთ მსოფლგანცდაზე და ეს მსოფლგანცდა მარტო რელიგიაში არ აისახება, კულტურაში და ხელოვნებაშიც აისახება, ხო? აი ჩვენ რომ გავიხსენოთ ეს ქართული, რაც გვაქვს შემორჩენილი, ბრინჯაოს ხანის თქვა სარტყლების გამოსახულებაა საოცარი, იქ ირმები, ცხოველები, იმდენად ზუსტად გადმოდის ქრისტიანულ აი ხედვაში, თქვათ ხატწერაში. იმდენად იგივე დამოკიდებულება იგავური, სიმბოლური, რაც არარეალისტური, რაც თქვათ არ იყო იგივე ანტიკურ ხელოვნებაში, ხო, იქ უფრო რეალისტურია ეს ხელოვნება და პირიქით აქედან გამოსვლა უჭირთ და უფრო რთულად გამოდიან და აი ქართული რო ავიღოთ ეს იგივე ის ირმების გამოსახულება მთელი 2000-3000 წლის განმავლობაში ფაქტურად უცვლელად მოდის და აი მე-19 საუკუნის ლურჯის უფრები რო ავიღოთ, იქაც კი იგივე გამოსახულება ხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქაც ჩანს ერის შინაგანი ეს განცდა, იგივე ეს ხაზის დამოკიდებულება, რაც ძალიან მნიშვნელობა ხატწერაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ზოგადად ხაზის ესე აღქმა აი ამ ქართულ კულტურაში და ქართულ გამომსახველობით ხელოვნებაში. ამას ხელოვნებაცოდნეებიც აღნიშნავენ და აი სწორედ ამ უწყვეტობას და ზოგადად აი ქართული ხასიათის ესეთ მუდმივობის და აი რაღაცნაირად აი თითქოს ერთგულნი არიან ზოგადად იმ ტრადიციებში. ეს სამოსშიც აისახა, შუა საუკუნეების სამოსი რო დავიწყოთ, ხო? სულ მუდმივად გვაქვს ის ერთნაირი სამოსი, რომელიც გადმოდის მერე ჩოხაშიც. ჩოხა იგივე სამოსია, რაც მანამდე ეცვათ, უბრალოდ თოფის გაჩენამ იქ რაღაცა ცვლილებები გამოიწვია. ხო, ეს რაღაცა კონსტანტურობის, მუდმივობის ესე ძალიან დამახასიათებელია ქართველებისთვის და ეს ალბათ ძალიან ღირებული თვისებაა და ეს არ უნდა დაიკარგოს. მით უმეტეს ამის საშიშროება დღეს ძალიან არის. თავისთავად ამას ცოტა მოგვიანებით შევეცდებით, რომ რაღაცა
ოზით მაინც შევეხოთ, მაგრამ მე მაინც ამ ხაზს მინდა დაუბრუნდე, მაგარასაც საუბრობთ, იმიტომ რომ 1700 წლის წინ რაც მოხდა, ну ამას ქონდა თავისი წინაპირობა, ხო, ანდრია პირველწოდებულის შემოსვლით, ანუ წმინდა ნინო რაღაცას განასრულებს ამ შემთხვევაში, არ იწყებს, განასრულებს უფრო და არის ერთ თლიანობაში, ხო? მაგრამ 1700 წელი არის მაინც ის, რაც ჩვენ ერთიანად ვაღიარეთ. მაშინ ჩანასახვა ამ მდგომარეობაში, ხო, ახლა არის თლიანად აღიარებული, წმინდა ნინოდან მოყოლებული მირიან მეფედან დედოფალი. ეს ყველაფერი არის ისტორიის ნაწილი, არა მარტო ისტორიის ნაწილი, არამედ ეს არის, როგორც თქვი, გამოვლენილი კულტურაში, გამოვლენილი ხელოვნებაში, ყველაფერში ყველა სივრცეს შეეხო. მაგრამ სანამ რაღაცა აი ესე ფართოდ ვისაუბრებდეთ, აი ამ ყველა სივრცის ფუნდამენტს მინდა მივაქციო ყურადღება. ჩვენი იდენტობის განსაზღვრა 1700 წლის, ჩვენი იდენტობა 1700 წლის იქითაც იყო, ხო, წარმართობაშიც ხონდა ეს იდენტობა. და მე სრულიად ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენ ვიყავით ცივილიზაცია წარმართულ სივრცეში, რომელსაც ყველა ცივილიზაციისათვის საჭირო ატრიბუტიკა ჰქონდა. ყველა სხვათა შორის, როდესაც საუბრობდი, ოქროს საწმისზე რო აკეთებდი აქცენტს, თუ ჩვენ გადავავლებთ თვალს იმდროინდელ წარმართულ სამყაროს, ჩვენ ვხედავთ ცივილიზაციათა სიმბოლოებს და ეს სიმბოლო უკავშირდება ყოველთვის ძლიერებას, ან არწივია, ან დათვია, ან ხარია და ჩვენთან არის კრავი. არანაირი ძლიერების მატარებელი ცხოველი არის რაღაცის იდენტობის გადასტურებელი, ხო? ხო, ეს ყველა წარმართული ხო, ცნობილია მაგალითად დათვის სიმბოლო რატო იყო, თქვა ხარის სიმბოლო, არწივის სიმბოლო და უცებ ხვდები ცივილიზაციას ყველა ცივილიზებული ნიშნით და მის იდენტობის სიმბოლოდ არის წარმოდგენილი კრავის საწმისი, ხო? ძალიან საინტერესოა. არაფერზე არ მეტყველებს ერთი შეხედვა, მეორე მხრივ ძალიან ბევრ აბეზე მეტყველებს, ხო? და მე თუ მკითხავ, აი ის კვართი, მაცხოვრის კვართი, რასაც დააკავშირე, ხო? ძალიან სიმბოლურად არის რომ კრავი, რომელიც არის სამსხვერპლო ცხოველი, ჩვენი აღქმის ეკლესიაში სამსხვერპლო ცხოველი არის სიმბოლო, მაგრამ როცა სიმბოლო აღესრულება, ხო, შემდგომ ესრულდება ყველაფერი და კრავის ის დასრულდა მაცხოვრის კვართის, იმიტომ რომ ამ კვართმა უკვე იტვირთა ყველა სიმბოლო, ყველა ეს. მე რატო ვაკეთებ ამ ხელა იმას? იდენტობა ჩვენი წარმართობისას და იდენტობა ჩვენი 1700 წლის აი ნიშნულიდან, რომელზეც ათვლა დავიწყეთ. რა იცვლება, რა რჩება და რატომ იცვლება და რატომ რჩება. იცით რა, ამაზე საუბარი ალბათ რომ დავიწყოთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ქართლის ცხოვრებაში ჩვენი წარმომავლობა. ქართლის ცხოვრებამდე, ну, ის რომ ჩვენ აქ ვართ უწყვეტად, ამას ადასტურებს ნამდვილად არქეოლოგიური უწყვეტობა, არქეოლოგიური მასალების და ეს მადლობა ღმერთს ამის დასტურით დღითი დღე და წლების განმავლობაში უფრო და უფრო იზრდება და უფრო ღრმავდება. ამათ ადასტურებს ლინგვისტური ანალიზი, რომ ჩვენ აქ ერთი ხალხი ვართ და ერთი მოდგმა ვართ და რაც შეეხება ახლა ქართლის ცხოვრებას. ეს ქართლის ცხოვრებაში ეს ერთი შეხედვით თითქოს ზღაპარევით მოყოლილი ამბები ესეც ნელ-ნელა დასტურდება. და ჩვენ ამას არ უნდა ვუყუროთ იგივე თვალთახედვით, არ უნდა მოვთხოვოთ მის ავტორს იგივენაირად წერა, როგორც თქვა დღეს იწერება ისტორია. იმიტომ რომ ამას წერენ, როდესაც აი რა დამოკიდებულებითაც იწერება ხატი, იკონური დამოკიდებულებით და ხატს აქვს ესეთი თვისება, რომ ერთ სივრცეში არის თავმოყრილი სხვადასხვა დროს მომხდარი მოვლენები, მაგალითად შობის ხატზე მოგვების მოსვლა, წყებსთა ხარება, განბანვა, შობა, ორი მაცხოვარი, ანუ იგივე სულთმოფენობის ხატზე, ამაღლების ხატზე პავლე მოციქული აუცილებლად გამოსახული, რომელიც სიემდლეში იქ არ იყო, მაგრამ ეკლესიის ხატია ის და წარმოუდგენელია თავთა მოციქულთა გარეშე, პეტრე და პავლეს გარეშე. ანუ ხატს ახასიათებს ეს, რომ სხვადასხვა დროში მომხდარი ამბები და სხვადასხვა დროში მოქმედი პიროვნებები შეიძლება ერთ სივრცეში გააერთიანოს. აი ამ თვალთახედვით თუ შევხედავთ, ვინც წერს ქართლის ცხოვრებას და ვინც წერს აი ამ ქართველთა წარმომავლობას, ქართლოსიან
ჩვენთა ისტორიას, მაშინ უკვე სხვანაირი ხედვის საშუალება გვეძლება და ეს როგორც ზღაპარი ისე აღარ იქნება ჩვენთვის, ხო? ძალიან საინტერესოა, რომ აი ეს პირველი ქართლის ცხოვრების მიხედვით პირველი სახელმწიფოებრივ, ანუ ეს ტომები ხო მოვიდნენ ეს თარგამოსი თავისი შთამომავლობით, ხო? და იპყრობენ კი არა, უფრო სწორად, განეფინებიან, სახლდებიან მთელ ამიერ და იმიერ კავკასიაში. და მათ შორის ხდება უკვე დიფერენცირება და მთავარი არის ქართლოსი. თუმცა ეს არ არის ბატონობა რომელიმეზე, ეს არის თანაბართა შორის უპირატესი. და ეს ქართლოსი აშენებს პირველ დედაქალაქს. ანუ დასაბამი სახელმწიფოებრიობის ჯერ ჩანასახია ეს რა თქმა უნდა და ჩანასახია მთელ მსოფლიოშიც, ხო? რაღაცა იგივე შუამდინარეთში პატარა ქალაქ სახელმწიფოები არსებობს. ტომების მიგრაციების პროცესი მიდის მთელი ფესაშობამდე 21-მე-20 საუკუნე კიდე ცოტა იქ. უფრო ადრეც იგივე დაწყებული აი ამ ენათა აღრევიდან ბაბილონის, ხო? მოდის ეს თაობა. მე მინდოდა მეთქვა აი აქ უკვე შუამდინარეთისაკენ ეს ტომების ცნობილი მიგრაცია. ამიტომ ეს ხალხი აქ სახლდება და აი მათი ერთობის რაღაცა არსდება დედაქალაქი. ამ დედაქალაქს აქმევს თავის სახელს, ქართლს, ხო? და ხდება მისი დაკრძალვა, ქართლოსის დაკრძალვა აი აქ. და ეს მთა ქართლი არის ფაქტიურად აი გულის გული და დასაბამი ქართული სახელმწიფოებრიობის საოცარი ადგილია. და მერე წერს მემატიანე რომ როდესაც ქართველებმა დაივიწყეს დამბადებელი ღმერთი თაყვანისცემდელ მზეს თვარეს ვარსკვლავებს მერე კერპებს ქართლოსის საფლავი მაშინაც კი იყო მათთვის უდიდესი და უპირველესი სალოცავი და თაყვანისცემის ადგილი. იმიტომ რომ ეს არის მათი ერთობის დასაბამი და ეს არის იმის მტკიცებულება რომ ჩვენ ვართ ერთნი და მიუხედავად იმისა რომ ეს ტომები იქვე წერია ქართლის ცხოვრებაში როგორ ერთმანეთზე აღდგებოდნენ და იბრძოდნენ ერთი მეორეს წინააღმდეგ, ორი გაერთიანდებოდა მესამეს წინააღმდეგ, მაინც ქართლოსის საფლავი ხდება მათი საფიცარი. და შუა საუკუნეებში საინტერესოა, როდესაც საქართველოს გაერთიანებისთვის ეს დაშლილი სამთავროები ერთმანეთში ეკიშფებიან, აი ამ ბრძოლას ქვია ბრძოლა ქართლსა ზედა, ხო? მარტო იმიტომ არა რომ აქ ყველა საქმეს გადის, თქვა გზა, სავაჭრო და საომარი. იმიტომ რომ აქ არის დასაბამი, სახელმწიფო დასაბამი. და რა ხდება ამ დროს ქრისტიანული თვალსაზრისით, ხო? ეს არის რაღაც ესეთი აი სუფთა ამასოფლის ამბავია, ხო, ეხლა რომ ვთქვათ. და თითქოს მარადიულობის გადმოსახედიდან რა მნიშვნელობა უნდა კონდეს ეხლა სად არის შენი სახელმწიფოებრიობის დასაბამი, ხო? მაგრამ რა ხდება ამ დროს? ნინო რო შემოდის მცხეთაში პირველი სასწაული რაც აღსრულდება, ეს არის სწორედ ამ მთა ქართლიზე, რომელსაც იმ დროს უკვე არმაზის მთა ეწოდება და ზედ არმაზის კერპია, ხო? პირველ სასწაულს აღავლენს აქ ამსხვრევს კერპებს და ეს მთა ქართლი, რომელიც არის დასაბამი საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ხდება დასაბამი უკვე ქრისტიანობის. და აქვეა დაკრძალული უფლის კვართი. აი ესაც არის საოცარი განგება უფლისა, რომ აი აქ დაასახლა ეს მოდგმა, ქართულთა მოდგმა, აქ მისცა დედაქალაქი, ამდენი 1000 წლის წინ დასაბამი მისცა, იმიტომ რომ იცოდა რომ აქ უნდა დაკრძალულიყო მისი კვართი და ეს ერი უნდა გამختارიყო მომავალში უკვე კვართის მცველი და კვართის მცველობა რას ნიშნავს თვითონ კვართის სიმბოლურიდან გამომდინარე. ეს არის ერთიანი დაურღვეველი ქრისტეს სხეული, ერთიანი დაურღვეველი ეკლესია და სარწმუნოება. ანუ კვართის მცველობა ეს არის ჭეშმარიტი სარწმუნოების მცველობა და მთელი ჩვენი ისტორია, მთელი ჩვენი 1700 წელი ფაქტიურად ჩვენ გაცნობიერებით თუ გაუცნობიერებით ვემსახურებით ამას, რომ ჩვენ ვართ კვართის მცველები, იმიტომ რომ ყოველი ქართველი, რომელიც მოკვდა ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის, ის აღასრულებს აი ამ მის მისიას. მან დაიცვა ის, რისთვისაც ის უფალმა დაადგინა და რისთვისაც გახვდით ღვთისმშობლის წილხვედრილები, ხო? აი ილარიონ ქართულის ცხოვრებაში წერია, რომ ღვთისმშობლი რო ეცხადება იმ ბერძენ-ბერს, რასეუბნება, რომ ჩემ და მოცემულ არს ნათესავი ესე, ძისა მიერ ჩემისა, ქართველებს ეუბნება, ხა ციტატა ზუსტად არ მახსოვს, ანუ ჭეშმარიტი სარწმუნოების შენახვის და დაცვისათვის. ანუ ეს არის ერთგვარი წინაპირობა, რომ მფარველი ჩვენი დედოფალი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ჭეშმარიტი სარწმუნოების მცველი და ჩვენ ვართ ერთგულები მისი ძისა და აქ შესაბამისი
ფარველობა მოდის და ნუ ეს ბუნებრივია ხო ეხლა წარმართულ პერიოდში ხდება ეს ყველაფერი წილსვომილობა ჯერ არ ვართ ქრისტიანები მაგრამ უფალი რომელიც იცნობს ყოველ ადამიანს ჯერ კიდე დაბადებამდე ასევე იცნობს ყოველ ერს და იცის ეს პოტენცია რა პოტენციის მატარებლებიც ვიქნებით მომავალში როცა უკვე მივიღებთ აი ამ ჭეშმარიტ სარწმუნოებას აბსოლუტურად გასახვევი მაგათთან ყურადღება უნდა მივაქციოთ მაინც ისტორიულ რეალობას ხო ხლა შეიძლება ვიღაცას ჯერა, ვიღაცას არ სიამოვნებს, ვიღაცას არ ჯერა, არ ვიცი. მაგრამ ფაქტია, რომ ის ეკლესია, რომელი ეკლესიაც აი ამ ქართლში, აი ამ მთაზე თავის სიწმინდეზე აღმოცენდა და სვეტიცხოვლის სახით მოგვევლინა. ის არის ის წყარო უკვდავებისა, რითაც ქართული ერთობა დღევანდელ დღემდე იკვებება. და ეს არის ის, რომელსაც არ გაუკარებია თავის წიაღში არანაირი ერესი, არანაირი გადახვევა იმ გზიდან, იმ სწავლებიდან, რომელიც ქრისტემ მისცა თავის ეკლესიას. ეს ხელშეუხებლობაც ამას ნიშნავს ალბათ, ხო? აი კვარტის და საინტერესოა, რომ ქართლოსის საფლავიც არ არის აღმოჩენილი. ის ხელშეუხებელი, ანუ ეს ფესვი ერთობის, ხო? აი დაფლულია, რომ არავინ არ შეეხოს და არ ხელყოს. ესე ძალიან მნიშვნელოვანია. თან საინტერესო რა იყო, მე ხშირად ვისაუბრია ამაზე სპეციალისტებთან. რომ აი მიდიოდა ბრძოლა ქართლსა ზედა და აი ყურადღებას ასვაქცევთ ახლა ის ვინც ქართლისათვის იბრძვის ხო თავისი ტერიტორიული პარამეტრებით რამდენჯერ მიაღემატება არა მარტო ტერიტორიით ეკონომიკური შესაძლებლობებით ჯარის სიმრავლით და ეს პატარა ერთი რაღაცა მოცუცკნული ამათ გარშემო ეს არის რაც განსა ეს ვისიც არის შემდგომ ის იმისია საქართველო იმიტომ რომ საქართველო ამაშია მოქცეული ეს ძალიან დიდი საიდუმლო და უბრალოდ ჩვენ ახლა ხმამაღლა ვთქვათ რომ ეს საიდუმლო იცის ახლა იმანაც ვისაც არ აქვს კეთილი სურვილები და კულტურული და სწორედ აი ეს აქვს სამისნეთ ყოველი აქვს სამისნეთ აქვს რომ შეირყეს წმენა კვარტის პრობლემებისა ამაში აქედან უნდა დაიწყოს მტერი ყველაზე მნიშვნელოვანი ამას მიხვდა მაგრამ მე თვითონ მკითხავ რომ ეს ერი როგორ უნდა დაარღვევა ამას ვერ დაარღვევ შიმშილით ვერ დაარღვევო რაღაცა ფიზიკური წამებით პირიქით აძლიერება ამის დარღვევა თუ გინდა მისი სიწმინდისგან უნდა დაცალო თუ სიწმინდისგან დაცლეს ბიბლიაში პირდაპირ მოცემულია ფორმულა პირდაპირ დაწერილი და ეს ფორმულა გადის ხოთაშორის ქალის სისუფთავეს ქალის სიწმინდეზე თუ შეეხები და ერში მოსპობ ქალის სიწმინდეს ის ერი უკვე თავის ლიკვიდაციის ავტომატურ გზას დაადგება. ჩვენი საუბარი დასასრულისკენ უნდა წავიდეთ, რაც არ უნდა საწყენი იყოს და ჩემთვის პირადადაც არ უნდა ის იყოს ეს რაცა ძალიან მინდა რომ ხშირად ვისაუბროთ ხოლმე ამაზე, თუმცა შეიძლება სხვა დროს მოგვეცეს ამისის საშუალება, მაგრამ ერთი ასეთი მოულოდნელი კითხვა, მოულოდნელ კითხვას ყველას ეს მოულოდნელად თავაზობ ხოლმე. აი 1700 წელი გავიდა. დიახ. აი შრულიდან რომელიც მომნიშნეთ დღევანდელ დღემდე. ერთი ისტორიული პიროვნება. ერთ-ერთი არა, შეიძლება 3, 4, 10 და არა. ერთი რომელსაც გამოყოფ ამ 1700 წლის მანძილზე. ეს ერთი რომელსაც დაუკავშირებ რაღაცა დიდ რაღაც მნიშვნელოვანს განსაკუთრებულს. რა გითხრათ ახლა ძიმია ძდები რომ სხვა კუთხით რომ დამისვა კითხვა შეიძლება მარტივად გაგეცა პასუხი მაგრამ მინდა ერთი. გასაგებია, იცით რა, მე მგონი ნინო, იმიტომ რომ ნინო მოგცა ისეთი დასაბამი, ისეთი გზებით მოაქცია ქართველები, ეხა თუ გვაქვს დრო რაღაც აი ზოგადად ერის მოქცევა ეს არის უფლის გზაზე შედგომა, ხო? უფლის გზაზე შედგომა და უფალთან ერთობის დამყარება. და აი აქ მინდა გავიხსენო იოანე კიბეს აღწერილს აქვს რამდენიმე გზა, აი დასახელებული მონასტერში როგორითი რა მიზეზით უნდა მივიდეს ადამიანი შეიძლება. ერთი არისო რომ სინანულით მიდისო მაგრამ როგორც კი მიხვდება რომ შენდობა მიიღო ცოდვების საკმეველს ემსგავსებაო რომელიც ჯერო კარგად სურნელობას აფხობს და შემდეგ სჩოლვას იწყებსო მეორე არისო რომელიცო სასყიდლის მიღების გამო მიდის მაგრამ ის ემსგავსებაო ვირით საფქველში რომ ვირია შებმული და ერთ ადგილს რო ტკეპნისო აი ვინცო სიყვარულით გამო მიდის უფალთანო ის წარემატება იმიტომ რომ აი თავის საფეხურებში აღწერს რომ პირველი საფეხურიც არის სიყვარული
და ბოლო საფეხურიც არის სიყვარული. ამ ორ სიყვარულს შორის რა თქმა უნდა უდიდესი ზღვარია და სხვაობაა, მაგრამ აი თუ პირველი არ იქნება სიყვარული საფუძველი, ბოლო არ იქნება სიყვარული და ის რაც ნინომ ჩადო ამ ერში და ჩადო სწორად, იმიტომ რომ თავის თავში ქონდა საოცარი სიყვარული, ამიტომაც გამოირჩია ეს ღვთისმშობელმა და ამიტომაც ასრულებს ის აი ამ კურთხევებს, არა იმიტომ რომ დავალებული აქვს, უბრალოდ სხვაგვარად არ შეუძლია. მას არ შეუძლია რომ თავი არ შეწიროს იმ ერს, რომელიც უფალმა მისცა რომ ეშვილა. და მთელი მისი ცხოვრება არის შეწირულობა. აი ბერძენი თეოდორიტე აღწერს მის ღვაწლს ძალიან მოკლედ, აი ერთ წინადადებაში თავისი თავი სამარადისო ლოცვას მიამსჭვალა და ამითი მოიპოვა მადლი მოციქულობისა. ანუ თავისი თავი ფაქტურად მთლიანად უარყო და ამის მსგავსი სიტყვები აქვს, რომ ეკლოვანსა ფიცხელსა სულითა მოძრავმა ბრძენმა ნინო თავი თვისი უმსხვერპლა. ანუ ეკლოვანი ფაქტურად თავისი ღვაწლით გარდაქმნა ვარდად მეწამულად. ეს არის სწორედ ის მისია, რაც უფალმა დაუსახა გამოცხადების დროს, როცა ეუბნება, რომ აი ეს ეკალი შენ მიერ უნდა გადაიქცეს ვარდად მეწამულად. აი ეს შეძლო ნინომ სიყვარულით და როდესაც ის მოდის მცხეთაში, ის არ ირჩევს კაცობრიվ გზებს. მას შეუძლია თითქმის პირველივე დღეებში მივიდეს სასახლეში შროშანას მეშვეობით, როცა სთავაზობს მას შროშანამას. არა, ის რჩება დაყუდებული ცხოვრებით ცხოვრობს 3 წელი და ვინც მოდის მასთან უქადაგებს და შთაუდებდა გულში სიყვარულსა ქრისტესსა. და მერეც მირიან სულ ამას ეუბნება, რომ სიყვარულით უნდა მოხდეს მოქცევა. და აი ეს სიყვარულით მოქცევა ქართლისა იმდენად მტკიცე აღმოჩნდა და ეს პირადი მაგალითი სიყვარულის მისი იმდენად გადამდები აღმოჩნდა და ზოგადად ამ ერშიც იყო ეს სიყვარული, იმიტომ რომ აი ნინო არის სულ დევნილობაში, საფრთხეში და როგორც კი შემოდის საქართველოში, იქ იწყება მისი შვება. იქ მეთევზურები აპურებენ, გზას ასწავლიან, თავშესაფარს აძლევენ. თუმცა თავიდან ეშინია. თავიდან ეშინია, რა თქმა უნდა ეშინია. მერე მოდის ამბობს, რომ ეს აშინელი ის გადაიტანა იქ ხეცებისგან, მოდის ცხეთისკენ როცა მოდის და როგორც კი ხვდება მოგზაურებს, მას მიერ იქნა ლხინება ჩემი. ანუ მოდის უცხო 16 წლის არის რომ მოდის. უცხო 16-17-ის მაქსიმუმი, იმიტომ რომ ზუსტად არის ამის გამოთვლაც იქ 14 წლის იყო ღვთისმშობელი ეცხადება, 2 წელი ეფესოშია და 2 წლის მერე შემოდის საქართველოში. 16 წლის ქალი მოდის, რომელიც სრულიად დაუცველია, არავინ არ ყავს პატრონი, ესეთი მცველი, არის ალბათ უკვე ძალიან ჩამოძონძილ სამოსში და ესეც არის ერის ღირსება, რომ აი ამ ქალში მერე დაინახო დედოფალი და ემორჩილებოდა მის ყოველ სიტყვას. მეფე ემორჩილებოდეს მის ყოველ სიტყვას. ეხლა შეიძლება ვთქვათ, რომ იმდენი სასწაული აღსრულდა, მაგრამ არანაკლები სასწაული აღსრულებულა დიოკლეტიანეს წინაშე, მაგრამ დარჩა ისევ გულფიცხელი როგორც იყო, ხო? და აი ეს რომ ერს აქვს ამის მიმღეობა, ანუ მას აქვს სიყვარულის ნიჭი. რომელიც ნინომ მერე უკვე სწორ გზაზე სწორი მიმართულებით წარმართა. აი ამიტომ ვფიქრობ, რომ ნინოს ღვაწლი ეს არის დასაბამი. აი როგორც იქ არის სინელთა, რომ დასაბამი თავარია, რომ სიყვარული იყოს, რომ მივახციოთ იმ უმაღლეს სიყვარულს, აი ნინოს ღვაწლის მნიშვნელობა ამითია, რომ ის არის დასაბამი, აი სწორედ აი ამ უდიდესი ღვთაებრივი, უკიდეგანო, უპირობო სიყვარულისა. და აი ბოლომდე შეეწირა ამ ერს და იყო თვითონ მაგალითი აი ასეთი სიყვარულის. კი, მაგრამ ერთი დეტალია, რაც შენ თქვი, ხლა არ შეიძლება ამის ასე ღიად დატოვება, იმიტომ რომ მახსენდება ფარაონი, რომლის წინაშეც მოსე აღარ სრულებს სასაულს და ფარაონი უბრალოდ განიარაღებულია, დაინახა მოსეს კვერთხმა შეჭამა ქურუმების კვერთხები, ხო? ქურუმებს დავანებოთ, უბრალოდ ფაქტია, რომ მოსეს კვერთხმა აჯობა მის კვერთხს. არ აღიარებს. რატო არ აღიარებს? იმიტომ რომ დიოკლეტიანი ახსენე და სხვა ბევრი იმპერატორები არ აღიარებენ, იმიტომ რომ ამის აღიარებით სისტემა ერღვევთ. და ამ სისტემას, ამ წარმართულ სისტემას ხა უჭებიან. რა თქმა უნდა. კაიაფა, პილატე.
და როდესაც ჩვენ 1700 წლის წინ გავიხედებით, იქ ყველაზე მნიშვნელოვანი რამეს ხედავთ, რომ კი არ ჩავებღაუჭეთ რაღაცას ისეც, არა, ჩვენი იდენტობა აი იმით არ განისაზღვრებოდა. ჩვენი იდენტობა განისაზღვრებოდა რაღაცა იმით, უფრო მნიშვნელოვნი და უფრო ღრმაათი. ანუ ის გვემეტება ის სისტემას ვამსხვრევთ. ის გვემეტება არ ვებღაუჭებით იმ სისტემას. ამით ის არის ღირებული თვითონ ისა მირიანიც. მან გაბედა და თავის და ამაშია საქმე, ეს ვიდოდა მე თქვა რომ აქ საუბარი მარტო გამდიდებული ჩვენი განმანათლებლის ხო, ჩვენი მოციქულთა სწორის მოსვლაზე არ არის, აქ ვინც დახვდა იმაზეც არის საუბარი. მირიანი ხვდება, დანახვდება არანაკლები წარმართი, არანაკლები სტრატეგია, არანაკლები მართველი, არანაკლები მეფე. და ესეც სხვათა შორის დღევანდელ აი სკოლის სახელმძღვანელოებშიც ბავშვებს ასწავლიან, რომ მირიანმა პოლიტიკური არჩევანი აკეთა და ამის გამო მიიღო ქრისტიანობა. პირიქით, პოლიტიკურად გადის ბეწვის ხიდზე, სპარსელია თვითონ. სპარსეთი მისი სამშობლოა, მისი მოკავშირეა და ფაქტიურად აი ბეწვის ხიდზე გადის და ირჩევს ჭეშმარიტებას. ამიტომ საოცრად დასაფასებელია მირიანის ღვაწლი. მაგრამ ნინო უდგას გვერდში მას და ამითი ყველაფერს აი ამითი აკეთებს. მაგრამ მე ვიცი რომ და საზოგადოებასაც ვეთქვი რომ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევი. და მე მინდა ჩვენი შეხვედრა მაინც დავასრულოთ რაღაც ერთგვარი სურვილით, ერთგვარი როგორ ვთქვა. არ მინდა თქვა მიმართვა, იმიტომ რომ ეს არ არის კარგი ფორმა, მაგრამ რაღაცა სურვილი ხო გაქვს ადამიანს და ჩვენ როდესაც 1700 წელზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება ვთქვათ რომ 1700 წელი და დასრულდა, არა ეს 1700 წელი გრძელდება და ამას აგრძელებს ხვალინდელი თაობა. აი, რას ვეტყოდით ხვალინდელ თაობას? რა არის ეს 1700 წელი მისთვის? რა უნდა იყოს მისთვის? აი ამ გლობალიზაციის ეპოქაში, პოსტმოდერნულ პერიოდში, როდესაც პრაქტიკულად ღირებულებების მასიური წმენდა და მასიური მსხვერპლობა მიდის. იცით რა, მე ვასწავლი ხატწერას ზრდასრულ ადამიანებს და ვასწავლი ასევე სკოლაში ბავშვებს საქართველოს ისტორიას. სამწუხაროდ, აი ყოველ წელს ხვდები უკან დეგრადირებულ თაობას. დეგრადირებულს რა მხრივ? ბავშვები ვეღარ იგებენ წაკითხulis შინაარსს. კითხვა აღარ იციან, ქართული აღარ იციან. ანუ მთელი ჩემი ძალისხმევა უკვე იმისკენ კი არ მიდის, რომ რაღაცა ასწავლო. ანუ ელემენტარული აზროვნების დეფიციტი ხდება, ბავშვი ანალიტიკურ აზროვნებას ვეღარ აკეთებენ ანალიზს და ეს მე ხა მივმართავ არა ამ თაობას, არამედ მათ მშობლებს. აი სანამ ოდნავ რაღაცნაირად შეუძლიათ რომ გავლენა მოახდინონ ამ ბავშვებზე, კითხვა ასწავლონ ბავშვებს. ნებისმიერი ლიტერატურის კითხვა თუნდაც, იმიტომ რომ კითხვა არის ის, რითიც გონება იწყებს ვარჯიშს, როგორც სპორტსმენს სჭირდება კუნთების ვარჯიშისთვის ვარჯიში და რაღაც შედეგის მიღწევა, გონებამ სჭირდება კითხვა, ლიტერატურის კითხვა, რა თქმა უნდა, ღირებული ლიტერატურის, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში აი ამ პატარა ვიდეოებს და რაღაც მეებს ნახატებს ყველაფერს ჯობია მაინც ელემენტარულად კითხვის ბავშვებმა ზოგჯერ ინგლისური კითხვა იციან და ქართული არ იციან. აი სრული კატასტროფა ხდება. ნუ ბევრ შემთხვევაში ეს წარმატების ერთ-ერთი ნიშანია, რომ აი ინგლისურად ის უკვე ბავშვებიდან და აი ეს თვითიდენტობა, ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ადამიანს აბედნიერებს. მყარად გრძნობს თავს. შეიძლება ამაზე არც ფიქრობდეს და არც კონდეს გაცნობიერებული, მაგრამ თვითონ მისი პიროვნება გაცილებით უფრო შემდგარია. ცხოვრებაში რა ხდება, განსაცდელები ხდება და გარჩევას იკეთის ბოროდის უკეთესად იცის. გამოცდილება აქვს და როცა ხდება მისი აი ამ წარსულით კვება, ფაქტიურად აი ამ მთელი წარსულის გამოცდილებაც შედის მასში, ხო? შეიძლება ეს არ ახსენდება რაღაცა კონკრეტული ამბები, იგივე საქართველოს ისტორიიდან, იგივე ქრისტიანობის ისტორიიდან, მაგრამ გადამწყვეტი მომენტი რო ხდება მის ცხოვრებაში, მას შეუძლია სწორი არჩევანის გაკეთება. საზომი აქვს. რა თქმა უნდა, საზომი აქვს და ანალიზის უნარი აქვს. ეს უმნიშვნელოვანესია და ეს თაობა არის ძალიან უსუსური, ძალიან დაუცველი. აი და მე ვარ უსუსური მათთან, იმიტომ რომ ფაქტურად ვერანაირად ვერ ვშველი. აი ვერაფრით ვერ ვშველი
რაღაცა თითოეულა შეიძლება რაღაცა ხელმოსაჭიდი ვიპოვო მათში და ამის იმედი მაქვს, რომ ესენი რაღაცნაირად გამრავლდებიან და ნაყოფს გამოიღებენ, მაგრამ ზოგადად არის ნამდვილად კატასტროფული მდგომარეობა და ამას უნდა მიხედოს არა ამ თაობამ, არამედ მათმა მშობლებმა. და ეს მერე იწვევს აი ამ შინაგან სიცარიელეს გამოფიტვას და მერე ეს აშინელი უბედურება წალეკა საქართველოს ამ ნარკომანიამ, ხო? ეს ყველაფერი აი აქედან მოდის, რომ ბავშვს არ აქვს შინაგანი სამყარო მდიდრული. და ამ სიცარიელეს კიდე სიცარიელი არ რჩება. სიცარიელი ადგილი არ არსებობს, ხო? ის რო სიცარიელდება რა ღირებულისაგან ისივსება იმ რა თქმა უნდა. მაგრამ ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის, დიდი მადლობა აი ამ მართლა ძალიან საინტერესო, ძალიან ღრმა საუბრისათვის და რა ვიცი, გავიდა 1700 წელი და ჩვენ გვწამს რომ აქ არჩება, გაგრძელდება, იქნება კიდე ასლეულები და ეს ერთობა სვეტიცხოვლის გარშემო ისევ გააგრძელებს არსებობას. ამის ღრმა წმენა და იმედი გვაქვს. მერთმა ქნას ეს მისია შეგვასრულებინოს პირნათლად. მერთმა ქნას. ჩვენ ვასრულებთ დღევანდელ შეხვედრას, თუ მოგეწონათ პოდკასტი, გამოგვიწერეთ და შევეცდებით სხვა კიდევ საინტერესო სტუმრებით შეგხვდეთ.